ემიგრაცია და ემიგრანტების ფსიქოემოციური მდგომარეობა და რა თქმა უნდა ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ქალბატონი მედია გილდიაშვილი. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში საკმაოდ ბევრი ემიგრანტი გვყავს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ საკითხზე საუბარი, როგორც მათთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, თუ როგორი არის მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, როგორ უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი, რომ მათთვის უფრო გაადვილდეს ემიგრაციაში ყოფნა და ჩვენთვისაც, ვინც თქვათ, მათგან შორს ვართ. კი ბატონო, მადლობა მნიშვნელოვანი თემისთვის. ემიგრაცია მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც სხვაგან საცხოვრებლად მიდიან, არ ტოვებენ მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, ისინი ტოვებენ ურთიერთობებს, ხშირ შემთხვევაში სოციალურ როლებს, ემშვიდობებიან ან დისტანცირდებიან ამ როლებისგან. და ეს ფიზიკური სივრცეც არ არის მხოლოდ ეს ფიზიკური სივრცე, ხო? ეს არის მათთვის უსაფრთხოების, საიმედოობის, რაღაცა საყრდენის ნაწილი და ის, რაც მათ მოგონებას, მათ განვლილ ცხოვრებას უყრის თავს. ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერთან დისტანცირება ახალ გამოწვევას, ამოცანას აღმოაცენებს, ხო, რაც გულისხმობს ახლიდან ვიპოვა ჩემი მე. ხშირად ეგზისტენციალური კრიზისიც მოდის, რაც შემდეგი კითხვების გაჩენას გულისხმობს, ვინ ვარ, რამდენად ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, რა შესაძლებლობები მაქვს და როგორ შემიძლია ამ შესაძლებლობების გამოყენება. ანუ თავიდან აღმოვაჩინო ჩემი მე, თავიდან აღმოვაჩინო საკუთარი თავი, რაც არ არის მარტივი. რა თქმა უნდა და თავისთავად მე უკვე გარკვეულ თვისებებს ავლენ, რაც მანამდე შეიძლება არ გქონდა, როდესაც იმ გარემოში იყავი, რასაც მშობლიური გარემო ჰქვია ხოლმე და თავისთავად გიწევს უკვე გარკვეულწილად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოემოციურად იმ სირთულეებთან გამკლავება, რომელიც უკვე მარტო პირისპირ შენ გვხვდება და შენ უნდა გადალახო ეს ყველაფერი. როგორი რჩევები შეიძლება მივცეთ მათ, რომ ეს ყველაფერი დააბალანსონ და არ იყოს შემდგომ უკვე ფსიქოემოციური აშლილობები, ასე ვთქვათ. და დეპრესია. დიახ. ნამდვილად რთულია ეს ახალი მეს აღმოჩენა. ზოგადად ემიგრაცია მაკროტრაუმულ გამოცდილებების ნუსხაში გადის. იმიტომ რომ აღარაფერი აღარ არის ისე და აღარ იქნება ისე როგორც გუშინ იყო. ყველაფერი ახალია, მათ შორის ჩემ თავთან უამრავ ახალ ნიშანთვისებას თუ მახასიათებელს ხვდები, რომელიც აქამდე შესაძლებელია არ ვიცოდი რომ მქონდა ამასთან აქამდე კონტაქტში არ ყოფილვარ. ანუ საკუთარ თავთან ხელახალი კონტაქტის დამყარებაც მიწევს, საკუთარი თავის გაცნობა და რესურსების რადიკალური განახლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამდენ სიახლეს მოერგოს და ადაპტირდეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ მხარდამჭერ ფაქტორებზე, როგორც თვით მხარდამჭერ, ასევე გარემო და გარემოში არსებულ მხარდამჭერ ფაქტორებზე, რაც შედარებით აადვილებს და ადაპტირებას მიზანმიმართულს ხდის. პირველი რაც არის, შესაძლებელია ეს წინასწარაც დაიწყოს ადამიანმა, ხო? წინასწარ ინფორმაციის მოძიება, იმ კულტურის, იმ მახასიათებლების შესახებ, რომელსაც ის შეხვდება. ეს აჩენს მეტ მიმღებლობას და მეტ ემპათიას, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულ მახასიათებლებს და ურთიერთობის განსხვავებულ სტილს ატარებენ და ამით ურთიერთობენ, ხო? ამასთანავე უწყვეტი კონტაქტი საკუთარ იდენტობასთან, საკუთარ კულტურასთან, რაც შესაძლებელია შენარჩუნდეს იმ მნიშვნელოვანი დღეების შეძლების დაგვარად აღნიშნვით, იქ იმ მიკრო გარემოს მოძიებისთვის, რომლებსაც გვაკავშირებს საერთო კულტურა, საერთო გამოცდილებები და ამან არ მოახდინოს დისტანცირება იმ ძალიან ახლობელ რაღაცასთან, რაც გულისხმობს კულტურა და იდენტობა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა მოიძიოს ურთიერთობები, სხვები, რომლებმაც იგივე გამოცდილება გაიარესან, გადიან. ეს ინფორმაციული თვალსაზრისი ძალიან დაეხმარება და განჩნდება, გაცდა რომ მე მარტო არა ვარ. ამასთანავე ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს გამოწვევა ურთიერთობები, როდესაც გადადის დისტანცირებულ მოცემულობაზე, რომ ადამიანი წყვეტს რეალურად გამოხატოს თავისი აუთენტური მე, თავისი განცდები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მტკივნეულია და ბუნებრივიც არის, რომ ასეა. ამ განცდებს და ემოციებს ხშირად მალავს, შეიძლება ეს იყოს ოჯახის წევრების ემოციური მოფრთხილების მიზნით, თუმცა შესაძლებელია დროთა განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ მარტო ვარ და ჩემი არავის არ ესმის, იმიტომ რომ ის არ გამოხატავს ამას და არავინ არის, ვინც ამის კონტეინირებას მოახდეს და დაიტევს, ხო?
ესეც მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრების მხრიდან როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ასეთ დროს, თქვათ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ემიგრაციაში ადამიანი თავისთავად მას ნოსტალგია აქვს და პირველი პერიოდი განსაკუთრებით რთული არის ხოლმე, ხომ? და კიდევ თქვათ ოჯახის წევრების მხრიდან დამატება იმის, რომ სენტიმენტების და როგორ მენატრები და რაშრები და კონკრეტულად ყოველწუთიერი ეს მოგონებები და ასე შემდეგ, ანუ რამდენად საჭირო არის მით უმეტეს ეს პირველ პერიოდში, ვთქვათ, ეს პირიქით ხომ არ არის შემაფერხებელი და უფრო მეტად ხომ არ ვთრმუნავთ ამით, როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის წევრი ასეთ შემთხვევაში. გულწრფელი და ემოციური კომუნიკაცია ორივე მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ვიცნობდეთ ჩვენს ნამდვილ განცდებს, ჩვენს ნამდვილ ემოციებს და არ დავუმალოთ ეს, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ დისტანცირება არ წამოვიდეს. ხო, ხშირ შემთხვევაში არის რომ ორივე მხარე ერთმანეთს უფრთხილდება, თავის რეალურ განცდებს და ემოციებს არ გამოხატავს და ეს იწვევს შემდგომ გაუცხოებას, როდესაც არ ვიცით მეორე ადამიანი გარკვეული ხნის განმავლობაში რას ატარებს, რა განცდებს ატარებს, რა რეალობაა ამის შიგნით. ამიტომ ეს არის ძალიან მხარდამჭერი, რაც არ უნდა რთული იყოს ეს განცდები, ემოციები, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში პლუს ნიშნით დამოხტულ განცდებს თუ მინუს ნიშნით დამოხტულ განცდებს, ის რაც აუთენტურია და რეალურია, ამის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო არ ვარ ეს განცდა არ გაჩნდეს. მედია, მე ხშირად მიწევს მოგზაურობა და მათ შორის უმეტეს შემთხვევაში მიწევს შეხვედრა ემიგრაციასთან, სამრევლოებთან. ერთი აქედან რა ჩანს ხოლმე, რამდენიც არ უნდა ვლაპარაკო და მეორე ეს რეალური მოცემულობა რაც იქ არის. უმეტეს შემთხვევაში აი მართლა კატორღული შრომა უწევს და ეს შრომა არ არის ყოველთვის ასე ამბობ. ესე არ არისო ჩადის ადამიანი რაც უნდა იქ იმუშაოს და იმის გამო რომ არჩინო რისკს არავინ არ მიდის ხა იქ გასართობად მიდის იმიტომ რომ მართლა იშრომოს რომ არჩინოს აქ შვილი მეუღლე მშობელი და უმეტეს შემთხვევაში ხდება ქალბატონები მამაკაცები რომ აი მართლა გადადებული აქვს ხოლმე თავის თავი აი გადადებული სრულიად თავის თავი იმიტომ რომ მართლა ამოწურონ მაქსიმალური რომ ეს შემოსავალი გამოგზავნონ ოჯახის წევრებს. აქვე მინდა აი ესეც რომ უთხრათ მათ რომ რამდენად შეიძლება რომ დაზოგონ ხოლმე, იმიტომ რომ ხედაღამი ათენებენ, რამდენიმე სამსახურში მიდიან, მე ვიცი მათ შორის ერთ ქვეყანაში ვიყავი რომ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გავიცანი, რომელიც დილას დგება არ ვიცი გათენებული არ არის, რამდენიმე სამსახური მოასწროს, მე შუაღამეს მიდის და ნუ გამოფიტულია უკვე ეს. მესმის მისი რაღაცა ეს შემართება რომ ფაქტობრივად ის შვილის ოჯახის აკეთებს, მაგრამ ესეც რომ შეიძლება თავის დაზოგვა იყოს საჭირო რომ თავისი თავი თუ გაინადგურა იგივე ეს ვეღარ დაემახმარება. ხო, კიდე ერთხელ ძახიდან ლაპარაკი ადვილია, ადგილზე როცა შევხვდებით ამას, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან და არავის არ იგონოს ეხლა აქ ვინც არის, რომ ეხლა მე წავალ და უცებ ფეხ-ფეხს გადავადებ და რა კარგია ევროპა და ამერიკა. მე ამერიკაში ვიყავი და ამერიკაში ნახე რა სიტუაცია. ძალიან მძიმე სიტუაცია და ჩემი პატევისება ასე მაგად გაიზარდა მათ მიმართ ვინც ემიგრაციაში მიდის რომ არჩინოს თავის ოჯახის წევრები. დიახ. ნამდვილად მადლობა ამ აქცენტისთვის, იმიტომ რომ რეალური ისტორიები გაცილებით სხვა შინაარსებს ატარებს და გეთანხმებით, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარეც მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თვეში ის ერთი უქმე დღეც კი ენანებად საკუთარი თავისთვის, ენანებად საკუთარი თავისთვის. თითქოს თქვენ თითქოს აი დამნაშავე ვეძნობ თავს, რომ მე ხა დავისვენო. ვერ იმეტებენ, რომ ის ერთი დღე გატარონ ისე როგორც მათ სურთ, დაიკმაყოფილონ სურვილები, ხშირ შემთხვევაში დიდი ხნის მოთხოვნილებები, გაისეირნონ საკუთარი თავი, გაახარონ რაღაცის შეძენით, მაგალითად რაღაც ახალი მოინახულონ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ესეც გარკვეულ რესურსებთან არის დაკავშირებული, მათ იმდენად აქვთ ხშირად აქცენტი გაცემაზე, რაც ბუნებრივია არის ის მოტივი, რის გამოც მიდიან, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ავიწყდებათ ხოლმე საკუთარი საჭიროებები და ის რომ მათაც სჭირდებათ რაღაც მიღება თუნდაც საკუთარი თავისგან და იქ მართლაც საკუთარ თავს თუ არ მიანიჭე გარკვეული სიამოვნება, იშვიათად რომ ვინმე იყოს, ვინც შენზე ამგვარად იზრუნებს, ხო? ამიტომ ყოველთვის მაქვს ხოლმე ამაზე აქცენტი სამუშაო მიმართულებითაც, რომ მნიშვნელოვანია რაღაც, რასაც ჩემი თავისთვის გავაკეთებ და ეს პრეცედენტები, როდესაც იწყება, შეიძლება ეს იყოს თავიდან მინიმალური. ჩემები რომ მივცეთ თუ შესაძლებელი არის ახლა მათ ვინც ემიგრაციაში იმყოფება, რომ როგორ არ უნდა დაკარგონ ის რაღაც, რაც მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის, რომ იყვნენ მხნედ, ასე ვთქვათ, და არა ისე გამოფიტულები. დიახ.
განმეორდები იმას, რომ არ შეწყვიტონ კონტაქტების ძიება და თავიანთი კონტაქტების შენარჩუნება ჯანსაღი რომ იყოს ეს კონტაქტი კვლავ ამ გამოწვევის შემდეგაც მნიშვნელოვანია აუთენტურობა და თვით გამოხატვა. მნიშვნელოვანია მაქსიმალური საუბარი საკუთარ განცდებზე, საკუთარ კითხვების გაჟღერება, მაგალითად დახმარების მოძიება, რომ ადამიანი არ დარჩეს ამ ყველაფერთან მარტო და მისცეს თავის თავისუფლება გამოხატოს, თქვა თუნდაც ინიციატივა დახმარების მიღების. მნიშვნელოვანია თუნდაც შეადგინოს დღის გეგმა და იმ დღის გეგმაში რაღაც თუნდაც ძალიან მცირე იყოს საკუთარი თავისთვის. რაღაც ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დასვენება, უბრალოდ გასეირნება 15 წუთით, რაღაცის წაკითხვა, არ ვიცი, რაც შენსაც ძალიან გაახლოვებს და გახსენებს, ხო? რაღაც რაც მეს არ დამაკარგვინებს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ის ადამიანი დააკვირდეს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და სახელდება გაუკეთოს თავის ემოციებს და განცდებს, რომ ვიცნობდე ჩემში რა ხდება, რაც არ უნდა ეს რთული იყოს, მქონდეს ამასთან კონტაქტი და რა თქმა უნდა, თუ ეს მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ აქ უკვე ფსიქოსომატიკა ერთობა და დღის განმავლობაში ფუნქციონირება ძალიან შეზღუდული ხდება ადამიანისთვის, მიმართოს თუნდაც ფსიქოემოციურ მხარდაჭერა სპეციალისტს. რა მათთვისაც ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც რაღაც გარკვეული დღესასწაულებია, ვთქვათ, ან ვინმეს ქორწილია, ოჯახის შვილის მით უმეტეს ხომ, ან თუნდაც სამწუხარო უნდა აღნიშნოთ, რომ გარდაცვალებაც ისე ხდება ხოლმე და დასაფლავება ოჯახის წევრის, რომ ვერ ახერხებენ ფიზიკურად ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, კი და ესეც მათთვის რთული გადასატანი არის და რთული აღსაქმელი თავისთავად. აი ამ კუთხითაც რომ ვუთხრათ და რჩევები მივცეთ ჩვენს მაყურებლებს, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს ოჯახის წევრები და მათაც ვინც ემიგრაციაში იმყოფებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ დროს. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არის ძალიან სასიხარულო და სირთულეებს მოიცავს, აი აქ ხდება ხოლმე დისტანცირება, რატომღაც ორივე მხარე იკეტება საკუთარ თავში და ერთმანეთის მოფრთხილების და არ დამძიმების მიზნით აღარ ხდება გაცვლა იმ რეალობის, რასაც ერთიც განიცდის და მეორეც განიცდის. ამ შემთხვევაში ის ეკოლოგიური რჩევა, რაც შეიძლება იყოს გაცემული, სწორედ ეს არის, რომ ჩემი რეალობა გამოვიტანო და მზაობაში ვიყო, მეორის რეალობაც მივიღო. ეს არის მხარდაჭერა. რეალურად ეს არის მხარდაჭერა, ისი გაცემაც და მიღებაც შეგვიძლია. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ემიგრაციებზე, ჩვენი პატრიარქის დიდი ზრუნვა და ჩვენი ეკლესიის სწორედ ამის გამო დაარსდა ეს სამრევლოები, რომელიც არის ევროპაში, ამერიკაში ბევრგან და მე როგორ ვთქვი, მაგ ხოლმე შეხება და აი ესეც თქვენი პროფესიონალური გამომდინარე აღნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თითქოს ეს არის ხოლმე შეიძლება კვირაში ერთი დღე იყოს, ორი დღე, როცა ხდება გაერთიანება სამრევლოებთან, როცა მიდიან ერთმანეთთან ხულობენ, ცხადიან ღვთისმსახურებაში ჩართულები არიან, გწვლიან ემოციებს და ბევრ მათგან სამრევლოების წინამძღვრების დიდი პატივისცემით უნდა აღნიშნოთ და არსებული საკვირაო სკოლები, ანსამბლები, თეატრალური დასები, სადაც რაღაცა იცვლიან ამ ემოციას, იგივე რა თქვენ თქვით, თავის რაღაცა სიამოვნებას იღებენ და ესეთი შეხვედრება, ესეთი გაერთიანება, აი ამ რაღაც ერთი ამბის მიმართ რამდენად ეხმარებათ აი ამ პრობლემების გადალახვაში. დიახ, ნამდვილად ეს არის შესაძლებლობა, რომ ვიყო ახლოს ჩემს მესთან, ჩემს იდენტობასთან, ჩემს ფესვებთან, ჩემს კულტურასთან და იმ მახასიათებლებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ყისიერად მქონდა შეხება. და ეს არის ის, რაც არ მაგრძნობინებს თავს მარტო. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის იმედით შეიძლება მქონდეს და განცდა, რომ აქ არიან ისინი, ვისთანაც შემიძლია მე თუნდაც რაღაც გავაჟღერო, რაღაც გავაზიარო. არიან ადამიანები, რომლებიც მომისმენენ მეც პროდუქტიული შემიძლია ვიყო ამ ხრივ და მოусმინო ვიღაცას და ელემენტარულად ამით გაუწიო მხარდაჭერა. სხვადასხვა აი ახლა დავაანონსებ, კარგი საშუალებაა, აი ამ ყველაფერს დაიჭიროს დავაბრუნოთ, საუკეთესო გამოხატულება იქნება რომში დაფუძნდა, რომლის სამრევლოსთან არსებული მოყვარული თეატრალური დასი, მარგალიტები ასე ქვია, რომლებიც 29 იუნის წარმოადგენს სპექტაკლს, ვინც არის რომში ან იქნება ამ დროს აუცილებლად ყოველს ურჩევა ნახოს და აი ეს მოყვარული ადამიანი სხვა პროფესიის აბსოლუტურად სამყარო სპექტაკლს გამო ალბათ ლატარია არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომელიც დღეს ემიგრაციაშია, ჩაუდგა სათავეში, მამა იოანე რომის სამრევლოს წინამძღვარი, რომელიც ესე იგი ხელმძღვანელობს და მისი კურთხევით და მეუფე აბრაამის კურთხევით და აი ესე გაერთიანდნენ და ესეთი რაღაც ღონისძიებები, ესეთი შეხვედრები ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, მათი შემდგომი ცხოვრებისთვის, მათი პროდუქტიულობისთვის, აი ემოციური ფონისთვის ალბათ. დიახ, და ერთგვარი მზრუნველობაც არის მათზე.
ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ საუბრისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიკითხოთ ყველას, ვინც დროებით ცხოვრობს სხვა ქვეყნებში, ჩვენი ქვეყნიდან შორს. მე ვიცი მათი ტკივილი, მათი მონატრება, მათი ნოსტალგია და ყველას უსურვებ მალე დაბრუნება სამშობლოში და ოჯახებში. ფსიქოლოგი მედია გელდიაშვილი გვესაუბრებოდა.